Twingo 6 შეიძლება თამამად ჩაითვალოს უკვე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და მომხიბლ პიკაპად. მისი ძალიან დახვეწილი დიზაინი და მძლავრი 2 ლიტრიანი დიზელის 150 წინიძალიანი ძრავით, რომელიც გახლავთ Euro 4 სტანდარტის ძრავი, რაც საწვევის ხარჯის და გამონაბოლქვის დაბალ დონეს უზრუნველყოფს. 100 კილომეტრზე Twingo 6 მოიხმარს მხოლოდ 7.1 ლიტრს. პირველი სიხარე, მეორე, მესამე და შემდეგ მეოთხე. მეორედან მესამეში უფრო ითხოვს სწრაფად გადართვას. საჭე აქვს მართლაც იდეალური, მომეწონა. ამაზეც ალბათ, რა თქმა უნდა, ბევრი არ იფიქრეს და სავარძლები. მე მგონი ხედავთ ორ ფერში და სხვათა შორის ყველაზე მოდური ფერი, რაც უკვე ამერიკულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია, ეს არის შავი კომბინირებული ყავისფერთან და ძაფიც ხედავთ, არ ვიცი, ალბათ ძაფიც არის ყავისფერი. პიკაპზე მე არ შემხვედრია ტორპედო. აქეთან მხარეს კი არის პლასტიკი, მაგრამ აი აქ არის ყავით შეკერილი. ესეც რაღაცა კომფორტის მივანიშნებელია, რომ არ არის მაინც და მაინც გათვლილი უგზოობაზე და გათვლილი იმ მუშახელზე, რომელმაც ეს მანქანა უნდა იხმაროს. ჩვეულებრივ ადამიანსაც კი, აი თქვენს, რომელიც ახლა ზიხართ ტელეეკრანთან და მიყურებთ, თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ ესეთი პიკაპის ავტომობილი. სხვათა შორის ქალაქში ძალიან კარგია, ახლა მე ნამდვილად თუ ვიყიდი, რა თქმა უნდა, ავტომატიკას ვიყიდი. მაგრამ ნუ მექანიკა უფრო პრაქტიკულია. მით უმეტეს ტვირთის გადაზიდვის დროს. და საკმაოდ დიდი საბარგული აქვს და ტვირთამწეობაზე მინდა გითხრათ, ტონა შეუძლია თავისუფლად გადაიტანოს ამ ავტომობილს. სხვა პიკაპებისგან განსხვავებით Twingo 6 ძალზედ მოდური, ორ ფერში შეკერილი სალონი აქვს. ბარი გაწყობილია თანამედროვე სტილში, რომელიც აღჭურვილია მრავალი ოფციით და შეხებილია შავი პიანო ლაქით. ესეთი კომპლექტაცია იდეალურ კომფორტს უქმნის მძღოლს და მგზავრებს და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს სხვა პიკაპებში არ გვხვდება. მართლა არ ველოდე, რამდენი პიკაპი გვყავს ნადარები ჩვენ მაყურებელს ალბათ. ემახსოვრება ესე კომფორტულად, ესეთი სავარძელი, ესეთი საჭე, თუნდაც ესეთი მდგრადობა მე ჯერ პიკაპისგან არ მიგწვნია. საერთოდ პიკაპის ყველა ეს ცუდი თვისება არის ის, რომ დახტის, საბარგული თუ არ არის დატვირთული, რაღაცა ეს პიკაპს აქვს ჩვეულება, რომ უნდა დახტოდეს რაღაცა ესეთი ბულკივით მანქანა. რაც მოგვაგონებს რაგბის ბურთს, რომელიც რაღაც უსწორმასწოროდ დახტის ხოლმე. და ამ შემთხვევაში ესე არ გვაქვს, ამ შემთხვევაში ძალიან კომფორტულად, ძალიან კარგად იდის ეს ავტომობილი. ძალიან მომეწონა სხვათა შორის. გეტყვით სარკეებზე, გვერდითა სარკე ძალიან კარგი აქვს. დიდი სარკეები აქვს, ხედვა მართლა კარგი აქვს ამ ავტომობილს. აი უკანა სარკე, ნუ რა თქმა უნდა, ეს სუფთა ფორმალობაა, რადგან უკანა სარკეში არაფერი არ ჩანს. აი გვერდითა სარკეში ხა დავინახე ჩემი საყვარელი ავტომობილი და ავიც ახლა ამას როგორ შეიძლება დაუდგეს. ისე გავარდა რომ ხო, ძრავზე გეტყვით რომ პიკაპი არის გრეითოლი ამ შემთხვევაში ორი ძრავით გამოდის, რომელიც ყავს. ჩვენთან ცენტრში არის ორი ძრავით, ორი სახის ძრავით. ეს არის 2 ლიტრიანი დიზელი და 2.4 ლიტრი ბენზინი. არჩევანის საშუალება მართლაც დიდია. რა თქმა უნდა, ეკონომიურობის მხრივ დიზელი შეიძლება ჯობდეს და რა თქმა უნდა ძალაც, მაგრამ ნუ ცხენი ძალები ერთია, მინდა გითხრათ, განსხვავება დიდი არ არის. ერთნაირი ცხენი ძალები აქვს ამ ორ ავტომობილს, ბენზინსაც და დიზელსაც. რაც შეეხება უსაფრთხოებას, Twingo 6 ერთ-ერთ უსაფრთხო პიკაპად ითვლება, რადგან სხვანაირად ბაზარზე თავის ადგილს ვერ დაიმკვიდრებდა. მართლა მინდა მე ხა გადავიდე ცოტა უგზოობაში და უკვე იქ გამოვცადო ეს მანქანა. და რატო უგზოობაში? პიკაპი, როგორც ალბათ ყველა პიკაპი, აღჭურვილია ხიდებით და აგრეთვე ხიდის ბლოკირებით.
ამ შემთხვევაში გვაქვს უკანა წამყვანი. შემდეგ გადმოდის all-wheel drive, AVD, არის ესეთი ღილაკი, როდესაც ირთვება უკვე 4-ვე წამყვანი და გვაქვს 4L. გაბარიტებს ძალიან ადვილად, ძალიან მარტივად შეეჩვევით. ეს მოხევის მაჩვენებლის ხმა მე მგონი გესმით. ძალიან ხმამაღალია, ალბათ გათვალეს, რომ თუ თქვენ აუდიო სისტემას უსმენთ მაგ შემთხვევაში. ჩვენ რა თქმა უნდა უზოობაში გადაუხვიეთ და აქაც პიკაპმა კარგად გაართვა თავი. ხაზი მინდა გაუსვა, რომ თუ საბარგულით დაუტვირთავია, ავტომობილი ცოტათი ხტუნაობს, მაგრამ თქვენ თავისუფლად გაართვებთ ნებისმიერ აღმართებს თავს. რაც შეეხება პიკაპის საბარგულს, მისი ტვირთამწეობა გახლავთ 1 ტონა. უფრო ზუსტად რო წარმოიდგინოთ, გეტყვით, აქ დაეტევა 5 ამერიკელი, 10 ქართველი და 20 იაპონელი. იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი უკანა ფარე და ძალიან მოწონს მე ეს ფარები. ეხლა გაჩვენებთ ამის საბარგულს. მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ, რომ აქ აქვს უკანა ხედვის კამერა. საბარგული მართლაც ტევადია, ეს მისწრება მაგალითად სამშენებლო კომპანიებისთვის თუ ფერმერებისთვის. მე მგონი ხედავთ. ტრასაზე უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს თქვენ დიზელის ძრავით მოძრაობთ თუ ბენზინის. თუ სისწრაფეს არ მოთხოვთ. ორივე ეკონომიურია და რა გასაკვირის არ უნდა იყოს, კარგად არის დაცული ხმის იზოლაცია. სათავსოები გვაქვს აქ დათანხმების 5, აქ ყოველდღე ვდავებთ მაგალითად ტელეფონს, აქ ჯიქების ჩასაწყობი და ასეთი ხელის დასადები. კარგია, გასთავარია, მე ძალიან მომწონს როგორ მუშაობს ამ ავტომობილის კონდიციონერი. უკვე დაცხა და ეს ნამდვილად დაგჭირდებათ. დღეს ამ ავტომობილმა მართლაც კარგად გაართვა ყველაფერს თავი და დაგემშვიდობებით ზუსტად 1 კვირით.